ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა სამტრედია გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა გახსნეს. გახსნის ცერემონიას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეს ავტომაგისტრალი საქართველოს ძირითადი სატრანზიტო დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. მისი სიგრძე 11 კილომეტრზე მეტია. პროექტით გათვალისწინებულია 26 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 8 ხიდის ტიპის გადასასვლელის მშენებლობაც. ახალი გზა ქალაქ სამტრედიასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის. პროექტზე სულ 153 მილიონი ლარი დაიხარჯება და მისი დასრულება 30 თვეშია დაგეგმილი. ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის სივრცე შეიქმნას. რაც შეეხება რუსეთთან ვაჭრობას, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შენარჩუნება მოხდება. თუ ეს ასე არ მოხდა, ძალიან სამწუხარო იქნება, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ არგუმენტებს თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს ასე გარდა პოლიტიკური არგუმენტების. ეს არის 54 კილომეტრი გზის მონაკვეთი და შეამცირებს გადაადგილების დროს დაახლოებით 45 წუთით, როდესაც დასრულდება მთლიანად ამ ავტობანის მშენებლობა. არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რთული მონაკვეთია სამუშაოდ. ათქომია პირველად შემოსული საქართველოს ბაზარზე, როგორც აღნიშნეთ, უძლიერესი კომპანია. თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მთელი გურიის რეგიონისთვის, მთელი საქართველოსთვის, ტრანზიტული მოძრაობისთვის და ძალიან სერიოზული. მე მგონია, რომ ხარისხიანად და ძალიან დროულად დამთავრდება ობიექტი.